ცოტა დაგვიცხამ. შესაბამისად, უფრო სიგრილეში მახათას მთაზე ამოვედით. მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ უყურებთ ბარტო დრაივის მეოთხე ეპიზოდს. დღეს კი ნახავთ თუ რატოა განსხვავებული Volkswagen Passat. სანამ ჩვენ Passat-ზე დავიწყებდეთ საუბარს, რაღაც პატარა შესავალი მინდა გავაკეთო. ძალიან ბევრი თქვენგანი წერეთ ხოლმე კომენტარებში, რომ აი ეს მანქანა გადაიღე, ის მანქანა გადაიღე, აი ძალიან ფანტაზიის უნარი გაქვთ საოცარი, აი ძალიან ბევრი მანქანის გადაღებას გთხოვთ ხოლმე, მაგრამ პრობლემა ეხლა რაში მდგომარეობს? ჩვენ ამ მანქანას ფიზიკურად ვერ ვიპოვით თუ თქვენ არ შემოგთავაზეთ. და იმის საინტერესო მანქანა თუ ყავთ შემოგთავაზეთ ხოლმე ან კომენტარებში დაგვიწერეთ ან მეილზე მოგწერეთ ან Facebook-ზე მოგწერეთ, რავი, ძალიან ბევრი საშუალება არის ჩვენთან კონტაქტის. ასე რომ ძალიან დიდი თხოვნა იქნება რომ შემოგთავაზოთ რაც შეიძლება მეტი მანქანები. ეხლა კი რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სტუმარს, Volkswagen Passat-ს, კონკრეტულად Airlines. Airline-ი აუცილებლად უნდა მეხსენებინა, იმიტომ რომ ეს არაა სტანდარტული Passat-ი, როგორც ხედავთ, უფრო სპორტული ხასიათის მატარებელი Passat-ი არის, იმიტომ რომ არის Airline. ეხლა მარტივად რო აგიხსნათ თავიდანვე თუ ეს Airline-ი რას ნიშნავს Volkswagen-ისათვის, ეს იგივეა რაც Mercedes-ისთვის AMG პაკეტი, BMW-ისთვის M პაკეტი და Audi-ისთვის S-Line. და Volkswagen-ს ყავს Airline. ტექნიკური მახასიათებლები იგივე არის ამ მანქანებზე, რაც ჩვეულებრივ Passat-ზე, თუმცა ერის 7-ზეა რა, ანუ უფრო სპორტული ვიზუალი აქვს ამ მანქანას, რაც ვფიქრობ ძალიან მაგარია. თავიდან როგორც ვიწყებთ ხოლმე ზოგადად მანქანის განხილვებს, გეტყვით ამ მანქანის კონკურენტებს. Ну ალბათ თქვენს გეცოდინებათ რომ ამ მანქანის ყველაზე დიდი კონკურენტი არის იაპონია. არა რომელიმე კონკრეტული ბრენდი, არამედ მთლიანი იაპონიის ბაზარი, იმიტომ რომ იაპონელები უმეტესად ისეთ მანქანებს აწარმოებენ, რომლებიც არის დაბალიტრაჟიანები, ეკონომიურები და გამძლეები. ხო და ამის გამო, გერმანიამაც გადაწყვიტა რომ რაღაცნაირად კონკურენცია ხო უნდა გაუწიოთ ამ იაპონურ ბრენდებსო და გადაწყვიტა რომ Volkswagen Passat-ი შეექმნათ როგორც დაბალიტრაჟიანი ძრავით ეკონომიური მოდელი. ალბათ გეცოდინებათ რომ Volkswagen-ი ზოგადად ეს ყოველთვის დაბალიტრაჟიანი ძრავებით არ იყო აღჭურვილი, ბოლოს ტუარეგი იყო, რომელშიც 10 ცილინდრიანი დიზელის ძრავი ჩადეს და იქ აეროპორტში ბოინგებს დააპროცეალებდა ხოლმე აქეთ-იქით, მაგრამ ამ მოდელში ეს 10 ცილინდრიანი ძრავი არ გვაქვს. ეს არის 2 ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი, რომელსაც შემდგომ უფრო დეტალურად გავივლით. თავიდან დავიწყოთ ამ მანქანის დიზაინით. ვიდრეიდან Airline-ია და უფრო სპორტული ხასიათის მატარებელი არის, სასაუბრო საკმაოდ ბევრი არის. Airline-ის წინა ბამპერი გვაქვს, რომელიც ძალიან მაგად გამოიყურება და მე პირადად მომწონს და ყველაფერი არის ძალიან სიმეტრიული, მაგას მინდა რომ ხაზი გაუსვა. აი ეს ზოლი, აი იქიდან მოყვება ბოლომდე, მოყვება და ადის მეორე მხარეს. ვინაიდან მანქანა ვერცხლისფერი არის, ამის გამო გვაქვს აი ეს დეტალები შავი. არ ვიცი ეს მე პატრონემ გააშავა თუ ხახმულადვე შავი იყო, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ქრომირებული დეტალებიც არის აი აქ რადიატორის ბადეზე, მთლიანობაში მომწონს. შავია თუ ქრომირებული, მაინც ლამაზი არის და ფიქრობ ამ მანქანის ფეში საკმაოდ ჯდება. ასევე მინდა ყოველდღიურად გამომახვილო აი აქ ვენტებზე, ეს არის სპორტული ბამპერი და არ გვაქვს სანისლე ფარები, ალბათ იცით რომ სტანდარტულად მანქანებს ამ ადგილას აქვს ხოლმე სანისლე ფარები, მაგრამ ვინაიდან Airline-ია ეს სანისლე ფარები არ გვაქვს და ამის ნაცვლად გვაქვს რაღაც fake ვენტები, რომელიც მანქანას რაღაც უფრო განიერს და სპორტულს ხდის. აქაც ესეც ბამპერის ქვედა ნაწილში, აქაც რადიატორის ბადე გვაქვს, რომ მაქსიმალურად კარგად გაგრილდეს ამ მანქანის ძრავი. გასათვალისწინებელია, რომ ამ კონკრეტულ კომპლექტაციას LED ფარები არ აქვს, თუმცა კომპლექტაციით შეგიძლიათ LED ფარებითაც შეიძინოთ ეს ავტომობილი და LED ფარები ძალიან მაგად გამოიყურება ამ მანქანაზე, თავიდანვე გეტყვით. განსაკუთრებით ეს მაშუკი სიგნალები ზოგიერთ კომპლექტაციაში ესე გვერდზე გადადის რაღაც ანიმაცია აქვს და მართლა ძალიან მაგად გამოიყურება. ეხლა უკვე ვისაუბროთ კაპოტზე. ვინაიდან Airline-ი არის, კაპოტშიც რაღაც ცვლილებები გვაქვს გატარებული, რომ უფრო სპორტული ხასიათის მანქანა იყოს. ეს ზოლები მოყვება ესე. სულ 4 ზოლი გვაქვს პრინციპში. აქ აეროდინამიკის ზოლია, რომელიც მე ბოლომდე მიყვება მანქანას და
ანუ აეროდინამიკის თემატიკაზე იზრუნა სხვათა შორის Volkswagen-მა. თლიანობაში წინაცხვირი ამ მანქანის ლამაზია, არ დაგიმალოთ. Volkswagen-ის ლოგოს ქვეშ აქ სენსორი იმალება და ეს არის პარკინგ სენსორები და ასევე მანქანას აქვს ადაპტიური კრუიზ კონტროლი, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ წინ მანქანას ხედავს და რა სიჩქარეითაც მიდის წინა მანქანა, იგივე სიჩქარით მიყვება ეს, ასე რომ ეს თუ გაგიფუჭდათ კრუიზ კონტროლი არ ჩართოს, თორე უეჭველი რაღაცაზე შეჯდებით. გადავიდეთ ახლა უკვე მარჯვენა მხარეს ამ მანქანის, აქაც Airline-ის ხასიათი იგრძნობა, იმიტომ რომ უზარმაზარი 19-იანი დისკები გვიყენია, ძალიან დაბალი პროტექტორი გვაქვს და სხვათა შორის მე პატრონემ გითხრა, რომ აი ძალიან რთული გამოსაყენებელი არის ეს დისკები ყოველდღიურობაში, იმიტომ რომ უკანა დისკი ნასვარკია. უკანა დისკი გასწორებულია, იმიტომ რომ რაღაც ბუგაროგზე გადაიარა და არ ვიცი, გატყდა თუ გაიღუნა დისკი და ნუ ხო, არ ვიცი, ვფიქრობ ალბათ 18-იანი დისკი უფრო შესაფერისი იქნებოდა ამ მანქანისათვის. ნუ Airline-ია, 19-იანი დისკია, ლამაზია, მაგრამ ყოველდღიურობაში ვფიქრობ რთული გამოსაყენებელია ეს დისკები. იმიტომ რომ უფრო ხისტი ხდება და ნუ თანამედროვულად რისკია იმის, რომ დისკი ან გაღუნოთ ან ყველაზე უარეს შემთხვევაში გატეხოთ. ვინაიდან მანქანა ვერცხლისფერი არის, ეს შავი გვაქვს, მე მგონი ვერცხლისფერი, ესეც ქრომირებული უნდა იყოს და ესეც მე პატრონის გაშავებული არის. ჩემი აზრით, მე ასე მგონია. მაგრამ ნუ თლიანობაში ლამაზია უხდება. აი ისინი რა ქვია კიდე სუპორტები რა. სუპორტები საკმაოდ პატარები აყენია, მინდა გითხრათ, ანუ ამ ზომის სედანისათვის ვფიქრობ, რომ უფრო დიდი სუპორტის დაყენება უკეთესი იქნებოდა. ეხლა უკანა მხარეს გადმოვიდეთ ამ მანქანის. უკანა მხარე ამ ხეს ყველაზე ნაკლებად მომწონს რა პირდაპირ გეტყვით. ეხლა აი ზოლი ხო არის არა, აქ ეტყობა. აი პირდაპირ ესე რომ მიყვებოდეს ფარი და აი ხო იჭრებოდეს, ვფიქრობ გასალებთ უფრო ლამაზი იქნებოდა. აი ეს ადგილი რატო დაამატეს, ანუ რა ფორმა, არც სამკუთხედი არის, არც ხუთკუთხედი, აი ვერ გავიგე რა ფორმის ფარი არის. აი ეს რო ესე მოჭრილი იყოს და პირდაპირ ეს ქვედანაწილი რო ჩანდეს მარტო, აი უფრო მაგარი იქნებოდა. აი რა გავაკეთო? მე პირადად ეგრე მომეწონებოდა. Beijing-საც შეეხება, აქ Passat-ი გვიწერია და აქეთ TSI, იმიტომ რომ მანქანა არის TSI ძრავზე. TSI რას ნიშნავს ალბათ ბევრს დაგაინტერესებთ, ეს არის Turbo Stratified Injection, ანუ ეგ არის ძრავის ერთ-ერთი მოდელის დასახელება. შეიძლება გაგებული გქონდეთ, იმიტომ რომ ჩემ Audi A6 აქვს TFSI ძრავი, ამას აქვს TSI ძრავი, რაც გასათვალისწინებელია. ეს ქვედა დიფუზორი სხვათა შორის შეღებილი არის, ანუ პრიალა ზედაპირი აქვს და ჩემთვის საინტერესოა რატო გააკეთეს ესე. უმეტეს შემთხვევაში ეს დიფუზორები შეუღებავია ხოლმე. იმიტომ რომ მე კენს აგრებს მანქანა რაღაც ეგეთი მოძრაობაში და იკაწრება ხოლმე და აი აქ უკვე ნაკაწრი გვაქვს. რომ ვამბობ, რომ ეს ნაწილი ან უნდა იყოს შეღებილი, ან უნდა იყოს შეღებილი. ლამაზია, მაგრამ შეღებილი რო არის, მე იკაწრება და მე მახინჯი ხდება. ასე რომ ეგ არ მომწონს. ეხლა გავაღოთ საბარგული, ვინაიდან უფრო პრაქტიკული კლასის მანქანა არის, უფრო ეკონომიური, ყოველდღიური, ვნახოთ საბარგულში რა ადგილი გვაქვს. მანქანა საკმაოდ დიდია სიგრძეში, 4 მეტრი და 87 არის, რაც ნუ დიდ სედანში ითვლება. ანუ საბარგული გვაქვს ყველა. აი არ ვიცი, უსასრულობა რაღაც სტრატოსფეროში გადიხარ, იქ ბოლომდე ვერ შეხვალ რა, შანსი არ არის და მაგას დამატებული აი ღილაკს დააჭერთ და უკანა სავაძლები წინ გადაიწევს და რა ვიცი. გოძილა თუ არ მოკალით სადმე და გადაგდება თუ არ მოგიწიათ, დანარჩენზე უპრობლემოდ შეგიძლიათ შეაგდოთ, ჩატენოთ და აფაროთ. ნუ ეცადნენ რომ მაქსიმალურად დიდი ადგილი გქონოდათ აქ და აი აქაც რაღაცა სივრცეები გვაქვს გვერდებზე, აქეთ ამ ხარესაც სივრცე გვაქვს და აქ წესი სათადარიგო საბურავი და ანუ სათადარიგო საბურავიც კი გვაქვს. რა მაგარი, აი დაჟე დანკრატიც კი უდევს თავისი, ანუ აზემოთ შეხედე. აი თუ დაუშვათ და საბურავი რაღაც დაგეშვათ შუაგზაში, დანკრატი გაქვთ, запаси საბურავი გაქვთ, გადააყენებთ სადმე შეცვლით. აჰა, ტრანსპორტი ეძმაო. ხო, სხვათა შორის ესეც მინდა გაჩვენოთ, იმიტომ რომ Passat-ია ეხა და ჩათვალეთ ტექნოლოგიებს ვეძებთ, რაღაც თანამედროვეს და რა ვიცი, გასაღებით გაღება აქვს. შეგვაგვანახე რა. გასაღებს ეხლა ვიგაჩვენებ, ნუ ეს ჩვეულებრივ იღება და თან ბოლომდე იღება. Cadillac-ზე რო არ იღებოდა ბოლომდე, აქ ბოლომდე იღება. და ეხლა გასაღები რა, აი Volkswagen-ის გასაღები. ოპა! იმენა, ეს უნდა და უნდა დაგჭერა იქნებ. და აი ეს არ არის შეფუთული რა, კიდე აი ამაზე უნდა გავამახვილო ყურადღება, აი ხო შეიძლებოდა რომ ეს რაღაცნაირად შეეფუთათ და აი ესე პირდაპირ რაღაცა რკინები არ ქონოდა გამოშველი უფრო ლამაზი იქნებოდა. ეს არ მომწონს, ანუ რავი, რა დაზოგეს ეხა ამის ესე დატოვებაში ვერ ხვდები. ნუ ჯობდა რომ შეფუთული ყოფილიყო. ეხლა უკანა სავარძელზე დავუჯდეთ, ვნახოთ როგორი ადგილი არის. Cadillac-ი მე ცოტა მეშინია, უკანა სავარძელზე დაჯდომა, მაგრამ Passat-ი ვინაიდან გრძელი არის, მაგის პრობლემა არ გვაქვს. აჰა, ძმაო.
სავარძელი აი ბოლომდეა გამოწეული რა. ხო ბოლომდე გამოწია სავარძელი. ბოლომდე გამოწია ჩემო ოპერატორმა სავარძელი და ანუ ადგილი არის საკაიფოთ რა. ანუ არც თავის ადგილზე მაქვს პრობლემა. ადგილიც ახლა გიგანტი რო არ იყოს ჩემი ოპერატორი უფრო მეტი მეკნებოდა სავარაუდოდ. მაგრამ ანუ ნორმალურად ძივარ რა. 3 ადამიანს შეულებრივ ატარებ აქ არ არის პრობლემა. აქ რაღაცა ჯიბეები გვაქვს უკანა სავარძლებზე, აქაც სხვათა შორის და აქ ეს რავი რა რაღაცა სათავსოარი რა. შეგვიძლია საფერფლედ გამოიყენო რა. ეხლა აღარ არის მაგარი საფერფლე, მაგრამ დიდი არაფერი. ერთადერთი აი ეს ადგილი არის ძალიან ამოწეული რა. ეხლა დრაივ შაფტი დგას აქ, ლოგიკურია, მაგრამ ძალიან არის ამოწეული, ძალიან. აი განათება გვაქვს და კარგია ეგ. ეს არ ქრება. მიაჭერა არ ქრება. აჰა. ხელის დასადები არის, კომფორტულად იმგზავრებ აქ. ჭიქის ჩასადებებიც არის. და რა ვიცი, აი მე მგონი ყველაფერი არის აქ, რაც შეიძლება რომ ადამიანს დასჭირდეს კომფორტული მგზავრობისათვის. აი მარტივი მანქანა არის. არაფერი ზედმეტი არა. ეხლა გადავიდეთ ძრავზე, გაჩვენებთ ძრავი როგორ გამოიყურება, რა ტექნიკური მახასიათებლები აქვს. კი ვთქვი რომ 2 ლიტრის მოცულობის ძრავია თქო დასაწყისში, მაგრამ იქნება ჩემ ხელა ტურბინა აყენია და 500 ცხენი აქვს ამოღებული ამ Volkswagen Passat-ს. და ნახოს ადამიანი. ეს არის ჩვენი Volkswagen Passat-ის 2 ლიტრიანი ძრავი, 4 ცილინდრიანი, რომელიც ძრავზე გამოიმუშავებს 174 ცხენის ძალასა და 280 ნიუტონ-მეტრ მაბრუნებელ მომენტს. საკმაოდ კარგი ძრავი არის, კარგი ძრავში იმას გულისხმობ, რომ საკმაოდ გამძლე ძრავია და პრინციპში ეგრეც უნდა იყოს, იმიტომ რომ 2 ლიტრიანი ძრავია, თან ტურბო ძრავია და დიდი დატვირთვა თვა არ აქვს, ანუ 174 ცხენი 21 საუკუნეში საერთოდ არაფერი არ არის. თუ სიმართლე გაინტერესებთ, აი ჩემ სუბიექტურ აზრს გეტყვით, რომ 174 ცხენის ძალა ამ ზომის სედანისათვის საკმაოდ ცოტა არის. ანუ არა აქვს გაწევა რა, ეხლა ვერ ვიტყვი გაწევა, აი მაგალითად Camry-ს 2-დან 0 litrიანი ძრავი რო ვნახეთ, იმას 208 ცხენის ძალა ქონდა, რაც უკვე ნორმალურად შეიძლება ჩაიტოვოს. ანუ ფიქრობ, რომ ამ ხელა სენანს მინიმუმ 200 ცხენის ძალა მაინც უნდა კონდეს, რომ თავისი კუზაო მაინც გაწიოს. ეხლა სპორტული არ არის, რაზეა საუბარი, ამით გონკაობას არავინ არ დაიწყებს, მაგრამ თავისი კუზაოს გაწევა უნდა შეეძლოს. 174 ცხენი კი ამას თამამად ვერ აკეთებს. ზოგადად Passat-ებში მხოლოდ 2-დან 0 ლიტრის მოცულობის ძრავები არ გვხდება, ასევე 1.8 ტურბო ძრავებიც გვაქვს და უფრო დიდი ლიტრაჟიანი ძრავები, რომელიც უკვე R მოდელებში გვხდება და ისინი მართლა სწრაფები არის. აი 2 litrიანი არ მომწონს, იმიტომ რომ არა აქვს რა გაწევა, ყოველდღიურ მოხმალებაშიც კი არ აქვს შესაბამისი გაწევა, რაც არ მომწონს. რაც შეეხება ტურბოს, ძალიან ბევრს აქვს ხოლმე საუბარი ტურბო დაყოვნებაზე, ზოგადად ტურბო ძრავების მინუსი ეგ არის, რომ ყოველთვის აქვს რაღაც დაყოვნება, როდესაც გასვაზებთ, ამ შემთხვევაში დაყოვნება არ გვაქვს. იმიტომ რომ თლა დიდი ტურბო არ გვიყენია, ახლა 174 ცხენი გვაქვს ამოღებული და რა ვიცი. რომ მოინდომებინა ალბათ ადამიანს 2-დან 0 ატმოსფერული ძრავიდანაც ამოიღებდა 174 ცხენის ძალას. ეს ტურბო ძრავია, შესაბამისად დაყოვნება არ გვაქვს. ეხლა უკვე შენ გადავიდეთ, დავჯდეთ მანქანაზე, გავატავოთ და ნახოთ როგორ დადის. წავით. ვის რაში უნდა სტარტ-სტოპი, როდესაც არსებობს გასაღები. აი ეგრე ძმაო. მამა პაპურად რა, სტარტ-სტოპი და რაღაცეები ირე. გადმოვედით სალონში, სადაც მეფენი მართავენ Volkswagen Passat-ს და რავი რა გვხდება Volkswagen Passat-ის ინტერიერში. როგორ გამოიყურება, რა ხარისხით არის აწყობილი, რა ტექნოლოგიებს გვთავაზობს 2018 წლისათვის და ზოგადად რაში წერია ამ მანქანის ინტერიერი. აი არ ვიცი, ერთადერთი რაც შემიძლია ამ მანქანაზე ვთქვა, ყველაფერი არის აი უმარტივესი. აი ძალიან მარტივი ინტერიერი აქვს და მარტო ისეთ დეტალებზე არის თანხა დახარჯული ამ მანქანაზე, რომელიც ადამიანს მართლა სჭირდება. აი სიტყვაზე ავიღოთ აი ეს, ხო, ეკრანი პატარა, საყვარელი, დაჟე თაჩია, რაც აღსანიშნავია, რაღაცა ჰაპტიკებიც გვაქვს, იძლევა იმას, რა ქვია, ფიდბექს იძლევა, რომ დამეჭირაო და კარგია ეგ, როდესაც ფიდბექი არ აქვს, ასე მგონია, რომ ვაჭერ და რაღაცას არ შვება, მაგრამ აქ რაღაცა კაცუნის ხმა აქვს და კარგია ეგ, დიდი პლუსი არის ჩემთვის. ასევე ღილაკები გვაქვს აი გადმოტანილი და თუ დაუშვათ და რაღაცა ოფციის გაკეთება, ეს უცებ გჭირდებათ ხოლმე პირდაპირ დააჭერთ ღილაკს და უცებ შევა, ხა რადიოს დააჭერ, რადიოზე გადავა, მედიაზე გადახო, მედიას დააჭერს და აქ რაღაცა ჩალიჩი არ გჭირდება რა, სულ მარტივი დავალებების შესრულება და დიდი პლუსი არის. აი ეს გაგრილება, გათბობა და რაღაცები ძალიან მარტივად არის გაკეთებული. აი ზოგადად ახალ მანქანაში ვეჯდებით ხოლმე რა გასატესტად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხელა რა.
სულ ვაქვს ხოლმე ისეთი თემა, რომ აი კონდიციონერი როგორ ჩავრთო იმენა გავიგუდე. მაგრამ აქ იმენა პირველი ვეღილაკი ვიპოვე რა, ანუ მარტივად დავაჭირა და გავედი. და დიდი პლუსი მაგას ჩემგან რომ კონდიციონერზე ამჭირდებოდა დაგუგლა, რომ აბა სად არის, სადაგდია კონდიციონერი. რაც ძალიან მომეწონა. საჭეზე დავიწყოთ საუბარი, საჭე როგორ გამოიყურება სპორტულად. Airline-ია ძმაო და საჭე გამოიყურება სპორტულად და მომწონს. აი ეს ქვედა მხარეს თუ დააკვირდებით ეს სწორი ქვედა ნაწილი გვაქვს, რაც შემთხვევით დიდი პლუსი არის. ნუ მართალია ზოგისთვის არაკომფორტული არის მართვაში ეს ქვემოთ სწორი ზედაპირი, მაგრამ შენთვის ხო, ჩემი ოპერატორის არ იყო კომფორტული, მაგრამ ჩემთვის აი არანაირი დისკომფორტი ამას არ შეუქმნია და პირიქით მომწონს, რომ ვიზუალურად სპორტული ხასიათის საჭე მაქვს. ფუნქციურად, რავი, რა შეიძლება რომ ითქვა საჭეზე, აქაც ყველაფერი ძალიან მარტივად არის, მხოლოდ ისეთი რაღაცეები იმართება საჭიდან, რაც საჭირო არის, თუნდაც სიმღერების შეცვლა, მუსიკები და რაღაც ეგეთი თემები, რაც რავი, მომწონს, კარგია. ეხლა გაწევაც დავტესტოთ, როგორი აქვს მანქანას. ანუ არა აქ, აი, ვერ ვიტყვი ამას, აქ რაღაცა, აი გაწევა. არა, აქ გაწევა. ყოველდღიურად ნორმალურია, არა უშავს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ვარსკვლავებს ხსნის ყოველდღიური მანქანებსაც კი. ასე რომ, რავი, საჭის ფორმა მთლიანობაში მომწონს. ნუ ეს შიფტერები გვაქვს, რომელიც მე პატრონის დაყენებული არის კარბონის სტილში და ძალიან ლამაზია მართლა მომწონს. ჩემგან დიდი პლუსი მაგას. აი, რავი, რაღაც სპორტული ხასიათის მანქანა არის, მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ტექნიკური მახასიათებლები არ აქვს და ეს შიფტერებიც ასე თუ ისე ჯდება რა. თემაში. გადმოვიდეთ აი აქ ბარზე, სხვათა შორის ეს ხელის მუხრუჭი გვაქვს, რაც კარგია, ანუ ღილაკზე არ არის. ნუ კარგი არ ვიცი ახლა ამ კლასის მანქანაში, ვფიქრობ ღილაკზე რო ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ანუ რავი ახლა რა გითხრა, დისკომფორტს მიქმნის მეთქი ეს ხელის მუხრუჭი, ეს ამოსაკაჭი ტროსზე არა. ჩვეულებრივია, ნორმალურად ვიღენებ ადამიანი, არანაირი დისკომფორტ საერთოდ ეგ არ მიქმნის. ღილაკებიც, რა ვიცი ახლა აქ საერთოდ არ გვაქვს თითქმის აი ღილაკები საერთოდ არ არის. ერთადერთი გადაცემათა კოლოფზე რაც შემიძლია ვთქვა, აი რამაც ძალიან დიდი დისკომფორტი შემიქმნა, სპორტ მოუდი აქ ძალიან უშნოთ. ანუ, როდესაც მანქანაში ჯდებით და გინდათ რომ წინ წახვიდეთ, ანუ დეში რო ჩავდოთ, ბოლომდე წევთ ამ გადაცემათა კოლოფის რიჩაკს. და ანუ აქ შემთხვევაში ბოლომდე ანუ რო გადაწიოთ, გადადიხართ სპორტ მოუდზე, რაც არ მომწონს. ანუ ჯობია რომ სპორტ მოუდი ღილაკზე კონდეს რა და რაღაცა ესში გადაგდება, არ მიწევდეს, ან გადმოვაგდოთ ესში, რაღაც ალბათ მანქანაც ეს უფრო სწრაფად უნდა წავიდეს, ხო? ხო, არა, თითქოს ოდნავ გაწევა მოემატა. ანუ პროსტა მარკეტინგის პონჩი არ არის რა, ეს სპორტ მოუდი, მართლა რაღაცა შვება და ასწორებს ეგ. ეხლა ისევ გადავაგდო დეში. თვითონ გადაცემათა კოლოფის ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება 6 ჩქარიანი ავტომატიკა გვაქვს. ეხლა dual clutch-ი და რაღაცეები არ არის, რაღაც სასწაულის სიჩქარე და ართავს. სიჩქარეებს და ნუ პრინციპში არც არის ახლა ვალდებული რომ სასწაულად გადაჭრა სიჩქარეები ეკონომ კლასის მანქანა არის იული რა საწავს ჩაასხავ გაივლი გამოივლი კომფორტულად იმგზავრებ ეგ არის ამ მანქანის დანიშნულება ახლა სიჩქარეებში როდის გადართავს და რამდენად სწრაფად დრაგზე ეს მანქანა არავის არ გაყავს და არაფერი მსგავსი სხვათა შორის ეს პედალ შიფტერები გვაქვს შესაბამისად სიჩქარეების არჩევა ჩვენთან შეგვიძლია თუ ტიპტრონიკში გადავაგდებთ, ანუ ტიპტრონიკი გვაქვს ამ გადაცემათა კოლოფში. და აი მართვას რაც შეეხება რა, მანქანის მართვას. აი რავი, მომწონს. საერთოდ არ ეთყობა ამ მანქანასაც, აი უზარმაზად 19-დან დისკებზე დგას. აი კადილაკი ხო გავტესტეთ არა, წინა ვიდეო კადილაკზე იყო, იმას 18-დან დისკები ჰქონდა, მაგრამ აი არ ვიცი როგორი ხისტი იყო, აი საშინელი ხისტი იყო და ეს ძალიან რბილია რა. მართლა ძალიან რბილია, მომწონს. ანუ ეს რო ეხლა 18-დან დისკებზე იყოს, წარმომიდგენია როგორი სირბილე ექნებოდა ამ მანქანას. და რავი, ეხლა 19-დან დისკებზე ესეთი სირბილე საკმაოდ დიდი პლუსი არის პასატისთვის. საჭეც ელექტრონული არის, ანუ პირდაპირ ულავოიზე არ არის დაერთებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მარტივად ბრუნავს. მარტივი სამართავი არის, ანუ აი თუ გინდათ აი ალგები თითით უმართავ მარტო, ანუ არაა მაგის პრობლემა. ყველაზე ხარ თითით შეუულებრივ ერთ ხელით ხო განსაკუთრებით. ნუ მაჩვენებლების დაფაზე რა შეიძლება რომ ითქვას, შეუულებრივი სტანდარტული მაჩვენებლების დაფა არის უმარტივესი, არაფრით გამორჩეული. აი ფარნიან Nokia-ზე Snakes რო თამაშობდით ხოლმე, რაღაც ეგეთი მონიტორია ჩაშენებული მაჩვენებლების დაფაზე. მაგრამ საკმაოდ ინფორმაციულია, ეხლა ვერ გეტყვით რომ
რაც განსაკუთრებულად მჭირდება ამისაგან ფერები. თავარია ინფორმაცია გამოიტანოს, ეხლა რამდენს წელს მანქანა მიჩვენებს, რა სიჩქარეში ვარ მიჩვენებს, საათს მიჩვენებს, გარმეს მიჩვენებს, რავი, მეტი რაღაცა საჭირო, ხო? მანქანაზე სრული ინფორმაცია გამაჩნია. კარგია იქ. და დანარჩენი სპიდომეტრი და ეს რევლ ლიმიტერი ჩვეულებრივ ფიზიკური არის და არ არის ეკრანზე გადატანილი. რაც მომწონს, როგორც ვთქვი, ბევრჯერ ვახსენე. ხო, სხვათა შორის საბარძლებს რაც შეეხება ელექტროსაბარძლები გვაქვს. ერთი მარტო. მანდ არ არის ელექტრო, ან ხო, პასაჟირის მხარეს ჩვეულებრივ რიჩაგზია, ხო? ამოწევ გაიწევ. არა აქ მძღოლის ადგილას ჩვეულებრივ ელექტრო არის, ანუ ამის მარფოთ შემიძლია, შემიძლია უკან გადაწევა, წინ დაწევა. ცუდია რომ პასაჟირის მხარეს არ გვაქვს ეგ ფუფუნება, უკან განსაკუთრებით. ზაური, ბრატ. პასაჟირი, ზაუ. და რა გვაქვს, ბიჭო, ანუ რამაც გამაოცა რა, ამ კლასის მანქანაში ზოგადად. სავარძლების გათბობა გვაქვს. ჩვეულებრივ დააჭერ სავარძლების გათბობას და მუშაობს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც ელექტროობა ნაკლებად აქვს, გზავრის სავარძელს დააჭერ. ეხა არ გვინდა სავარძლის გათბობა, ჩემი კაი რაც ვიწვით აქ ხალხი. მინდა სავარძლის გათბობა, გმადლობთ. ოპერატორს ლაღლებით აქ ვაჯარებს ყოფილი. ეხლა ვნახოთ მოხვევა როგორი აქვს, წინაწამყვანი არის და ანუ იდეალურად უხვევს. აი, მოხვევის კუთხე აქვს რაღაცა საოცარი, აი შემშურდა ისეთი მოხვევის კუთხე არის. წინა ამძრავია ეს ავტომობილი შესაბამისად ეს კარგი მოხვევის კუთხე ლოგიკური არის. ჩემ მანქანაზე არა აქვს ესეთი კარგი მოხვევის კუთხე, იმიტომ რომ კვატროა 4-ვე წამყვანი არის და მაგის გამო. რა, მთლიანობაში ფიქრობ, რომ კომფორტულად იმგზავრებს ადამიანი. აი, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი კლასის მანქანა არის, შედავით დაბალი კლასის გერმანელი არის. აი, ვერ ვიტყვი რამეზე რომ მაკლია. აი, რაღაცას ვერ ვაკეთებ, რაც მანქანისაგან მჭირდება. რაში მინდა ეხლა one dumps რო უყურვა ეგ მაჩვენებლების დაფაზე არ მჭირდება ხო არანაირად ინფორმაციული არის ჩვეულებრივ ყველა ინფორმაციას ვაკონტროლებ ანუ მანქანა არის ჩემ გარშემო ყველაფრის კონტროლი შემიძლია ასე რომ სალონი მთლიანობაში მომწონს მინიმალისტურია ფუნქციურია და მარტივი გასაგებია შევაჯამოთ ეს მანქანა როგორია, როგორ დადის და ზოგადად როგორი კატეგორიის ადამიანები ყიდულობენ ამ მანქანას. პირდაპირ გეტყვით რომ მე ეს მანქანა თავისუფასო კატეგორიაში მომეწონა. ყველაფერი ძალიან მარტივია, ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც ზოგადად მძღოლს შეიძლება სჭირდებოდეს მანქანისაგან და ალბათ ახლა ბევრს დაგაინტერესებს თუ რა აქვს ამ მანქანას წვა რამდენი აქვს. ქალაქში ეს მანქანა საშუალოდ წვავს 7-8 litrას. ტრასაზე გაცებით უფრო ნაკლებ საშუალოდ 5-6 litrას. მაგრამ ჩვენი ქალაქის გარემოებებს თუ გავითვალისწინებთ, თუ საწყობში გაიჭედე 15 litrაზე ასვლა არ გაუჭირდება ამ მანქანას. თუ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად დადის სამსახურში, ჭირდება მანქანა, რომელიც დიდი ხანი იმუშავებს და კომფორტულად გამგზავრებს, ფიქრობ, რომ Volkswagen Passat იდეალური არჩევანი იქნება თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა გვიყვეთ, მეგობრებო, ახის გამოწერა ვიდეოს დალაიქება არ დაგაგიძეთ, მე კი როგორც ყოველთვის, შემდგომ არ ვიცი როგორ ტესტ-დრაივში შეგხვდებით. Adios!